რომელი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების აკრძალვას აპირებს ბიძინა ივანიშვილი კანონის სახელით და იქნება თუ არა მათ შორის გახარიას პარტია, რომელიც პარლამენტში შევიდა, ეს დღეს გაირკვევა. საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე გაასაჯაროებს, შემდეგ კი პარტია დოკუმენტს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნის. განცხადება შალვა პაპუაშვილი 3 საათზე გააკეთებს. მანამდე კი რას ამბობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ნატალი ჯახუტაშვილმა მოისმინა ეს განცხადებები. დიახ, საგანგებო ბრიფინგის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ზუსტად 3 საათზე გააკეთებს განცხადება შალვა პაპუაშვილი და ამ დროს უკვე გავიგებთ რა გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ, როდის შეიტანს სარჩელ საკონსტიტუციო სასამართლოში ოლიგარქის ხელისუფლება, ვინ ამოიღო მიზანში ოლიგარქის გუნდმა, ვინ ჩასვა ამ ეგრეთ წოდებულ შავ სიაში, ასევე გავიგებთ იმასაც თუ რომელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვას მოითხოვს ქართული ოცნება, მანამდე რიგითი დეპუტატები ჩვენ ამ თემაზე არ გვესაუბრებიან, ისინი მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი თითქოს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი, ასევე ჩვენ ვკითხეთ, რამდენად რელევანტურია კონკრეტული ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა, ისინი ამბობენ, რომ ეს ქმედება ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. მათი განცხადებით ისევ ამტკიცებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ პირებს უნდა შეეზღუდოთ პოლიტიკური საქმიანობა და ჩვენ ბუნებრივია დავინტერესდით, რას ფიქრობენ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც წლების განმავლობაში აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პირდაპირ იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიის შემომწირველი 2012 წლამდე, ასევე გაგვახსენდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ვანო მერაბიშვილის ოჯახის ინტერესებს იცავდა და თავადაც აქვს დადასტურებული სუსის მოქმედ უფროს, რომ ის იყო მერაბიშვილების ოჯახის უფლებადამცველი, თუმცა ამ კითხვებზე ბუნებრივია პასუხები ვერ მივიღეთ ქართული ოცნების დეპუტატებისგან. პოლიტიკური ველის მოსუფთავებას რატომ ცდილობს ქართული ოცნება, ეს მაინტერესებს, სავარაუდოდ სარჩელს დღეს შეიტანს. ალბათ იწერდით, რასაც ვამბობდი, ეს იყო ქართული ხალხის დაკვეთა 2024 წელს, რომ აკრძალულიყო ბოროტება ამ ქვეყანაში. მაშინ ბიძინა ივანიშვილის უნდა იკრძალოს პოლიტიკურად, არა, ის აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილს. მამუკა მდინარაძე იყო ვანო მერაბიშვილის და ადეშვილის ოჯახის უფლებადამცველი. უნდა იკრძალონ ბიძინა ივანიშვილი და მამუკა მდინარაძეც, ქალბატონო ნინო. სარჩელთან დაკავშირებით პოზიცია არ გაგაჩნიათ, თქვენ ხომ ხართ უმრავლესობის წევრი, გუშინ ხომ ჩაინიშნა უმრავლესობის ხდომა. სადაც საჭირო იყო. რაზე იმსჯელეთ და ამ შავ სიაში ვინ მოხვდება, შეგიძლიათ მითხრათ? საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი პოზიცია. პოლიტიკური ველის მოსუფთავება ნორმალურია, თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს დემოკრატიაზე. არ არის პოლიტიკური ველის მოსუფთავება. რა არის? არის კონსტიტუციური დანაწესის არაკონსტიტუციური პარტიის ცნობის საფუძვლების აღსრულება. თქვენ ხომ აპირებთ, რომ აკრძალოთ ოფიციალურად, ფორმალურად პოლიტიკური პარტიები? ჩვენ არ აგვიზალავთ. აბა რა სიზმრ? ჩვენ წინადადება შევიტანეთ, სარჩელი შევიტანეთ, დაგზავავს, მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო. კი, მაგრამ თქვენი ამოცანა ხომ არის, რომ პოლიტიკური ველი მოასუფთავოთ? პოლიტიკური ველი კი არა, ქვეყანა გავწვიდოთ ისეთი ადამიანებს, რომელიც ქვეყნის განვითარებას უშლენ და ანტიკონსტიტუციურ მოქმედებენ. პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული რეპრესიული კანონი უკვე გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. პარტია ლელომ გუშინ მიმართა სასამართლოს მოთხოვნით, რომ გააუქმოს ეს კანონი, რადგან ის იმთავითვე არის ანტიკონსტიტუციური. ცხადია, ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლეთა კოლეგია, თუმცა ლელოში მიიჩნევენ, რომ გამოსაყენებელია აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი მექანიზმი და რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა გაიგოს ჭეშმარიტება და ამბობენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას, გააგრძელებენ წინააღმდეგობას და დიდი ალბათობით ასევე მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოსაც. ჩვენ უკვე განცხადეთ ფაქტურად ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთეთ გუშინ, ვიქნებით ამ სიაში თუ არ ვიქნებით ამ სიაში, აგრძალავენ ჩვენ თუ არ აგრძალავენ, სხვას აგრძალავენ, ყველას ერთად აგრძალავენ. ნებისმიერ სცენარში ჩვენ ვიბრძოლებთ ფორმალიზაციის წინააღმდეგ დიქტატურის ამ ქვეყანაში. ივანიშვილი ახლა ცდილობს ამ ქვეყანაში და ფორმალიზება მოახდინოს დიქტატორული რეჟიმის და ამას შევეწინააღმდეგებით ნებისმიერ შემთხვევაში. ჩვენი სტრატეგია და გეგმა არის ეს: ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში, ბრძოლა სტრასბურგში, ბრძოლა
აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი ხერხით რომ ეს არ მოხდეს. ახლა რო გითხრათ რომ დიდი იმედი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, არა, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს რაოდენ წვავე ერთის მხრივ აბსურდულ, მაგრამ მეორეს მხრივ უკიდურესად საშიშ მოვლენასთან გვაქვს კავშირი, როდესაც ლაპარაკი არის პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე. დაახლოებით 20 წუთში გვეცოდინება, რა წერია ქართული ოცნების მიერ მომზადებულ სარჩელში. ზუსტად 3 საათზე არის ჩანიშნული შალვა პაპუაშვილის საგანგებო ბრიფინგი ამ თემაზე.